აი რაღაც ამ ხელისუფლების წიაღში არის რაღაც კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს არ ებზვის, შეკრული ჯგუფია, რომელსაც კავშირი აქვს გარეთ, ქვეყნის გარეთას ამ ეგრეთ წოდებულ გლობალურ ომის პარტიასთან და აი ამ ოპოზიციურ ნახირთან და ამ ტელევიზიებთან, რომლებსაც იყენებენ, ყველაფერს ამას იყენებენ თავისი პირადი ძალაუფლების, ან მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ რომელიღაც მომენტში ფიგურალურად ვთქვათ, ეს რა გვარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გვარი დამავიწყდა, რომ ვიცნობდი კარგად ამ კაცს. შლანგით ხელში რო იყო, შლანგს ყალით რო არ მოდიოდა. შლანგი რო იყავა შინაგან საქმეთა მინისტრი. აი ესე ფიგურალურად ასე რო დატოვონ საქართველოს ძალაუფლების გარეშე და არ აღმოჩნდა მთელი ძალაუფლებას თვითონ ფლობენ და ამ ადამიანებს აშკარად აქვს კავშირი აი ამ ევროკავშირის ლიდერებთან, იმიტომ რომ ევროკავშირის ლიდერებს ეს ეტყობათ საქციელში. მათ რო ვიღაცა აგულიანებს და აკეზებს და ვიღაცა ეუბნება რომ ისი რა შენ მოგვაწექით რომ შემიქმნათ ისეთი მდგომარეობა რომ ჩვენ იძულებული გავხდეთ ბრჭყალებში იძულებული გავხდეთ რომ ამ დათმობებზე წავიდეთ და მე შეიძლება თქვენიან ასეთ ვითარებას ხო იქ აი ნახე ევროკავშირმა რომ ბოტიში მოდი აი ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა სამარცხინო ჩანაწერი კონსტიტუციაში 78 მუხლი როგორ გაჩნდა როგორ გაჩნდა ვიღაცამ რაღაცა ჯგუფმა იმუშავა ხელისუფლების წიაღში და დაარწმუნა ხელისუფლების მთელი ვიღაცა დაარწმუნა ვიღაცას მერე აიზულეს რომ ეხლა თუ ჩავწერთ კონსტიტუციაში რომ აუცილებლად უნდა შევიდეთ ევროკავშირში და ნატოში მაშინ ესე იგი ეს დაპირისპირება ევროკავშირთან და ნატოსთან დასრულდება და ამითი ოპოზიციას გამოართლეთ საფუძველს მიტინგების მოწყობის ხო გაჩერდა ვინმე რამეთ ჩაგითვალა ეს არა ხო მაგრამ ქვეყანა შევიდა ჩიხში ან კონსტიტუციის ამ მუხლის გამო ქვეყანა ხო ეხლა ჩიხში ჯერთი ხმები არ ყოფნის და ამოვიღოთ კონსტიტუციიდან ხო და მე რა წერია კონსტიტუციაში რომ ჩვენ ვალდებული ვართ შევიდეთ იმ კავშირებში რომელიც არ ჯერთი არ გვიღებენ და რომელიც პრინციპში ეხლა პირველ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენ ამას თვითონ ამბობენ და დილით ერთს ამბობენ საღამოთი მერე სხვა რამეს აკეთებენ